Hei, მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ უბრალოდ ჯეთოდო თემის პლეზე მე დღეს გადავიღებ. სისხლის ხეობის შემდეგ ეპიზოდს ვნახოთ დღეს როგორ გამთარდება მოვლენები. როგორც იცით, წინა ეპიზოდში დაიწყო ომი, შემოგვიტია მეორე ტომმა, მე სამსხოროდ გამოვიქეცი და ვნახოთ რა ქნეს ჩვენმა ტომელებმა. იმედი არ დამარცხდნენ, მაგრამ ისინი გაცილებით ძლიერები იყვნენ და განვითარებულები. მე გამოვიქეცი ჩემს წინადღით აშენებულ კარავში და კიდე კაი რომ ავაშენე. მოდი ახლა გავყვეთ ამ ბილიკებს. ცოტა ჩამოგვისაღამოვდა. სამსხოროდ საღამოს მომიწია წასვლა, იმიტომ რომ დილას შეშინებული ვიყავი მაინც. ხო და მოდი ახლა გავუდგეთ ჩვენ გზას. მედია ვინმე მაინც იქნება ცოცხალი. კარგი, წავიდეთ. დიაგზა არ ამეპნება. ხო, თოვდი არ დამძნა რა, კიდევ არის აქ თოვდი, არა და იანვარი მოვიდა. კარგი. ხამდება. ოპ, ცეცხლი. მოვედით. სისხლები. როგორ ეტყობა აქავრობასო ნაომარი ადგილია. ამდენი სისხლია. ბელადო, გამარჯობა. როგორ ახართ? რა გჭირთ? სეივენი სად არის? მარტო თქვენ ხართ აქ? აუ, დაჭრილი ხართ. წამოდით, ჩემ ბანაკში წაგიყვანთ. სეივენი სადაა? მოკლეს? აუ, წაიყვანეს. კარგი, წამოდით, ჩემ ბანაკში წაგიყვანთ. ადექით. წამო. რას? გისმენ ბელადო. როცა მათ გვიტიეს რა ცუდად ლაპარაკობს. მერე ბელადო. ბელადო. რატო გაჩუმდით? არა. ბელადი დავკარგეთ. სეივენი წაიყვანეს. ბელადი აქ მოკდა. მე დარჩი სამწუხაროდ ამ ტომში. მაგრამ მე ტომელი არ ვარ ხო? განადგურდა ეს საგვარეულო. ჩამოღამდა. მოდი წავალ ჩემ ბანაკში ისევ. მაგრამ კარგად ვერ ვხედავ ნაკვალებს და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ან გზაში რამე არ შემოთეს. ვახ, რაღაცას დავეჯახე. ამდენი ხეები ამ ჯუნგლებში. კაი, წავიდეთ აქით. დიაგზას არ დავკარგავ. ოხრა სიბნელია. ხო, არ ვიცი ახლა მარტო რა უნდა ვქნა. პირველ რიგში სეივენი უნდა ვიპოვო. და ბელადმა რაც თქვა წინადადება დავასრულებიო, იმიტომ რომ იმ ღამეს რა მოხდა და რო შემოგვიტიეს რით დამთავრდა ეგ შემოტევა. ნახდათ ვერ გავიგეთ, ან ბელადი ცუდად ლაპარაკობდა. კარგი, აქ დავკარგე გზა. აი ნაკვალები. აი ჩვენი კარავით. ოპა, მოვედით კარავში. კარგი, დავისვენებ ახლა. იმედია ვიპოვი ვინმეს. რო გადავრჩი. და იმედია იმ თავის ადგილიდან არ წასვლან ისინი, იმიტომ იქ დავრუნდები ხვალ და იმედი ვაქვს გავანადგურებ. ძლიერი აღჭურვილობით არ ვარ წარმოდგენილი, თუმცა მიწევს რომ გავანადგურო. საიდან ის სხვა? არ ვარ ტომე. მომშორდი. არ ვარ ტომელი. ვინ ხარ? ნიკა? რა ცნობილი სახელია. გამარჯობა? მე თედო მქვია? შენ მიხარ? სასიამოვნოა ნიკა. შენ რა, მოქალაქე ხარ? რაღაც ჯუნგლების, აქ საიდან მოხვდი?
მეც მოქალაქე ვარ. ცუნამი მოხდა და სამცხოთ ყველაფერი დამეგრა და ზღვა მაგ გამომიტია. აუ რა კაია. მაშინ მომაშორი ამ ადგილიდან რამე დასახლება გექნება შენ, იმიტომ დავიღალი აქ. იმდენი ტომს გადავეყარე ძივს გადავრჩი. კარგი მადლობა. წავიდეთ, ვა, იქ რაღაც ანათებს. ალბათ ეს ამათი ქალაქია. ეს თქვენი დასახლება აქედან რო ჩანს. თუ კიდე სხვა სოფელია. ვა. ოჩახ თქვენ? მარტო შენ ხარ თუ რამდენიმე ხართ? ვა, კარგია. აქ სამცხო წყალში ჩავარდი მე, მაგრამ არ აღშურს. კარგი გადავცროთ ბილიკამდე. ოპა. მოვედი. მადლობა რომ დამეხმარე. იმიტომ მარტო მიწევდა გადარჩენ და მე შემდეგ მოგიყვები ჩემი ისტორია საგადაფთა. სად? ვა, რა კაი სახლებია. კარგი მადლობა. და ქალაქს არ დამათვალიერებ თუ ხვალ დილას. კარგი. თან ღამეა თან ბარემ დავიძინებ. რა კარგი განვითარებული სახლები გაქვთ, ვა ეს ვინა? სახლის პატრონი, ნიკა. ვა ეს შენი სახლია ალბათ. ვა, თქვენთან ახალი წელი კიდეა? სახლის პატრონი ჯაბა, ვა. რა კაი სახლა, ვა, ცხენები. ნიკა საწახვედი, აგერა ვარ. ვა, ფერმებიც ქონიათ. გამარჯობა, შენ ალბათ ზაზა ხო? მე თედო, სასიამოვნოა. ვა, ეს ვინა? გამარჯობა. შენ ვინ ხარ? გამარჯობა, ალბათ შენ ლუკა. არა, არაფერი, უბრალოდ ისე გაგიცანით. სასიამოვნოა. კარგი. წავიდეთ ახლა ჩვენ. სხვა ადგილი? ვა, ეს ბანკი ყოფილი. ეს რა? 1 ხე 3 სკლერა. აქ ხეები იცვლება. გასაგებია. აქ კიდევ არ 3? ვა, ეს რა არის? აი, ხმლების და ბრონების დასაცმელი. კი არა, მაღაზია. აქ ვინ მუშაობს? გასაგებია. ზაზა, ფული რომ ექნება ვიყიდ რაღაცებს შენგან. ჯერჯერობით ცუდი ბრონით ვარ. თუმცა მოვიხოთ. აქ ყველაზე ძლიერი ბრონი და ხმალი რომელი არის? აჰა, გასაგებია. კიდე? ხმალი? იარაღი? აჰა, გასაგებია. კარგი. რო ვიმუშავებ, მაშინ აქ შემოგივდით და ვიყიდ რამე რომებს. კარგი, მოდი ახლა მე წავალ. შუა ღამეა. დავიძინებ, სახლში წავალ. ხო შეიძლება? კარგი. აბა ღამემშვიდობისა ზაზა. კარგი, წავიდეთ. აქ რამდენი სახლია? ალბათ ბევრი დასახლება. აქ სხვა მოსავლებიც აქვთ. ეს კიდევ სხვა მცენარია. ეს სამწუხაროდ ამ საქმე არ ვიცი. გასაგებია. კარგი, შევიდეთ ახლა ჩვენ სახლში. დავისვენოთ. გავიხადოთ ბრონი. ჩავდოთ აქ. კარგი ნიკა, გასაგებია. ძილნების ავიძინებ. ესე იგი, სამწუხაროდ. ბელადი დავკარგეთ. სეივენი ყვეთ ჩავარდა. მე სამწუხაროდ დავრჩი მარტოს, თუმცა საბინელოდ გავიცანი მოქალაქეები. ნიკა, ზაზა, ლუკა, ჯაბა, რომელიც არ გამიცნია, თუმცა მისი სახლი ნახე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ალბათ შემდეგ ვიდეოში დავიწყებ ფულის შოვნას და განვითარებას და სეივენის პოვნასაც. თქვენ შეგახსენებთ ვარ და გავწყდათ ვიდეოს დანახება და არხის გამოწერა. აპა